ჯიუჯიტსუ კაიზენის მესამე სეზონის ანიმაციის განხილვის ვიდეოები არ ვიცოდი რა ფორმატში გამეკეთებინა. ანუ თავიდან ვფიქრობდი რომ გავაკეთებ მეთქი 12 სერიას, დავილოდები 12 სერია, როცა გამოვა პირველი ნახევარი და მე გავაკეთებ. მე ვიფიქრე 5 სერია, like 6-7 სერია რაღაც ეგრე. მაგრამ კომენტარი რომ მივიღე რომ like ჯიუჯიტსუ კაიზენზე თუ გააკეთებ რამე ვიდეოს რაღაცა, ვიფიქრე რომ like მაგრამ დავიწყებ მეთქი ვიდეოს ჩაწერას და მივხვდი რომ ეს 5 და რაღაცა სერიის ჩაწერა დიდ დროს წაიღებდა. ყურება ან ნოუთების ჩაწერა, მე ვიდეოს ჩაწერა და დაედიტება. ამიტომ რა ვიცი როგორც ხალხი გადაწყვეტს მეთქი და იქიდან გამომდინარე რომ like 3-4 კაციდან მაგრამ მაინც უმეტესობა გადაწყვეტა რომ თითო სერია გავაკეთო like დავიწყებ თითო სერიით და გავაგრძელებ თუ არ მექნება ბევრი სასაუბრო 2-3 სერიაზე ერთად მაგალითად იქნება მგონია მეორე და მესამე სერია like ერთად გავაკეთებ 2-3 სერიაზე ვიდეოს და თუ ბევრი იქნება სასაუბრო და სათქმელი like ცალკე გავაკეთებ თითო სერიაზე ვიდეოს უშუალოდ ახსნა გამარტებას რომ თავი დავანებოთ შესავალის ვარიანტში ცუდი ინფორმაცია ჯიუჯიტსუ კაიზენის მესამე სეზონთან დაკავშირებით უბრალოდ მეორე ნაწილთან ადამიანი რომელიც რეჟისორი იყო მეორე სეზონისთვის და ასოქია მესამე სეზონის პირველი ნაწილისთვის 12 სერიაზე ანიმეს რეჟისორი გოშოზონო აღარ იქნება რეჟისორი და ეს ცუდია okay ცუდია იმ ვარიანტში რომ უშუალოდ ანიმეს რეჟისორს ევალება ნებისმიერი კრეატიული გადაწყვეტილების მიღება. ანუ მუსიკა იქნება, ვიზუალური სტილი იქნება, ანიმაციის და ანიმესი, რა სტილში იქნება გაკეთებული და რამე ცვლილება იქნება შეტანილი ანიმედან მანგაში თუ არა, okay? მაგრამ ცალკე ასევე არის უშუალოდ სერიების რეჟისორები, okay? რომელსაც ევალება რეჟისორის, სერიის რეჟისორის გადაწყვეტილებების განხორციელება და გადატანა უშუალოდ ცალკეულ სერიებზე, მოდი ასე ვთქვათ. მარტო სტორიბორდინგი, ან თითოეულ სერიაში კომპოზიციები როგორ იქნება განაწილებული და სცენები როგორ იქნება განაწილებული და რაღაცა, ამას აკეთებს უშუალოდ სერიის რეჟისორი. მაგრამ ჯიუჯიტსუ კაიზენის მესამე სეზონის შემთხვევაში ეგ ვარიანტი არ იყო. Okay? იმის მაგალითად ყოფილიყო გოშოზონო ერთი მთავარი რეჟისორი და მერე თითო სერიაზე სხვადასხვა რეჟისორი ყოფილიყო. გოშოზონო არის ანიმეს რეჟისორიც და თითოეული სერიების რეჟისორიც. ან მთელ საქმეს რეჟისორს დაკავშირებით ეს ადამიანი აკეთებს. თითოეულ სერიაზე. პირველი 7 სერია რაც გამოვიდა, ამ 7 სერიაზეც და მთლიანობაში სერიებშიც თუ რამე შეეხება ვიზუალურ სტილს. რა სტილში იქნება გაკეთებული ანიმაცია, კომპოზიციები როგორ იქნება გადაწილებული, მუსიკა რა იქნება გამოყენებული და რომელ სცენაზე, თუ რამე ცვლილება იქნება თითო სერიაში შეტანილი, თითო სცენაში შეტანილი. ანუ ესთეტიკას და ვიზუალს რაც შეეხება როგორ რა სტილში იქნება ეს ყველა გადაწყვეტილება მიღებულია გოშოზონოს მიერ და გოშოზონოს არჩევანით ეს გაკეთებული, okay? მეორე საქმე ანიმატორები რამდენად კარგად მიყვებიან და ფონების არტისტები რამდენად კარგად მიყვებიან გოშოზონოს ამ გადაწყვეტილებებს და რამდენად კარგად ახორციელებენ, ასოცხლებენ გოშოზონოს კრეატიულ ხედვას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღები არის გოშოზონო. Okay? და კომპოზიციების განაწილება თითოეულ სცენაში, ფონები, პერსონაჟები როგორ არის დახატული, ეს ყველაფერი არის გოშოზონოს გაკეთებული და მთელი კრეატიული ხედვა არის გოშოზონოსი. თუ ეს ადამიანი არ იქნება მესამე სეზონის რეჟისორი და მით უმეტეს სერიების რეჟისორი, გარანტირებულად მთელი ანიმეს ვიზუალი და სტილი შეიცვლება. Okay? შეიძლება იყოს მინიმალური ცვლილება, შეიძლება იყოს ისეთი რადიკალური ცვლილება, როგორც იყო პირველ სეზონსა და მეორე სეზონს შორის, როცა შეიცვალა ანიმაციის სტილი. Okay? თავისთავად თქვენ მოგწონთ თუ არა მეორე სეზონის სტილი და მესამე სეზონის სტილი თუ შეიცვალა ის მოგეწონება თუ არა და რა აზრი იქნებათ ეს თავისთავად თქვენზეა. Okay? მაგრამ თუ like არ გინდათ რომ სტილი შეიცვალოს ანიმაციის და რაც არის ამ მომენტში მოგწონთ, მაგ შემთხვევაში ცუდი აყვავი მაქვს თქვენთვის. თუ არ მოგწონთ ეს სტილი, კიდე სხვა თემა, ახალი სტილი და ახალი ვიზუალი როგორი იქნება, მაგრამ თუ არ მოგწონთ ეს სტილი, მაშინ კარგი აყვავია თქვენთვის. მე პირადად საერთოდ მიხარია რომ გოშოზონო აღარ იქნება რეჟისორი, წარმოუდგა ნიჭიერი კრეატიული და გამოცდილი რეჟისორი იყო. ერთადერთი პრობლემა თუ რამე მქონდა გოშოზონოს როგორ თქვა რეჟისურას იყო ექშენ სცენები და ამ ექშენ სცენებზეც ყველაზე უარესი ნაწილი გოშოზონოსი და ყველაზე უარესი რაც გაუკეთებია რეჟისურის მხრივ არის 2-3 ბრძოლა პირველ სერიაში ჯიუჯიტსუ კაიზენის. Okay, რაც მე ნახე ყოველ შემთხვევაში და მაგ შემთხვევაშიც ეს ექშენ სცენები რეჟისურის მხრივ ის ხარვეზები რაც პირველ სერიას აქვს და ამაზე ვისაუბრებ, აღარ არის მაგალითად მაკის ბრძოლაში. ყოველ შემთხვევაში ნაკლებადაა და შემდეგ სერიებშიც. ანუ ტიპმა ამ რამოდენიმე სერიაში უკვე დაამუღამა და ისწავლა, რომ როგორ გააკეთოს ექშენ სცენებიც.
დავიწყოთ უშუალოდ პირველი სერიით. პირველ სერიაში ისევე როგორც სხვა სერიებში ვიზუალს და სტილს რაც შეეხება, ყველაფერი არის არაჩვეულებრივი, ფერდაპალატი, კომპოზიციები, არტ დიზაინი ულამაზად გამოიყურება, ასევე ანიმაციაც არის არაჩვეულებრივი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა მთლიანობაში აქვს გარკვეული მცირედი ხარვეზები ანიმაციასაც და რეჟისურასაც. როცა მიდგება საქმე რეჟისურაზე განსაკუთრებით, როცა საქმე მიდგება ექშენ სცენებზე და უშუალოდ როგორ არის განაწილებული და დაკავშირებული ერთმანეთთან სცენები. ამაზე ვიტყვი. მაგრამ პრობლემა, როგორც მივხვდი, გამომდინარეობს იქიდან, რომ გოშოსონო არ არის ძლიერი ექშენ სცენების რეჟისურაში. უფრო მეტად ამოსდის ისეთი სცენების რეჟისურა, სადაც დიალოგებია, მაგრამ როგორც მივხვდი, ამ კონკრეტულ სერიებში სცენარო განსხვავებული მიდგომა ქონოდა და განსხვავებული სტილი და დაედიტების და როგორც ვთქვა, სცენების განაწილების რეჟისურის. და ანუ რაც აღვნიშნე, მდგომარეობს იმაში, რომ განსაკუთრებით ექშენ სცენებში რთულია გაარკვიო და გაიგო რა ხდება. ოკეი? ვიზუალურად ერთი სცენა მეორეს თითქოს არ მიყვება და ერთმანეთთან ვიზუალურად არ არის დაკავშირებული. მაგალითისთვის ამ სცენაში, როცა რეჟისორი ცდილობს აჩვენოს, რომ იუტა ძალიან სწრაფია და იუჯის უცებ დაეწია. რეალურად ვერ მიხვდები იუჯის რო არ ეთქო, რომ იცი რა იუტა ძალიან სწრაფიაო, ვიზუალიდან გამომდინარე, რაც მოხდა მაგ სცენაში, ვერ გაიგებდი და ვერ აღიქვამდი, რომ უი იუტა ძალიან ჩქარია, ხვდებით? ანუ ყოველ შემთხვევაში რთული იქნება და მაგის აღქმა და გაკება. ოკეი? ანუ მე პირადად ვერ მიხვდი რეჟისორი რის გაკეთებას ცდილობდა და რა სცენა იყო ამ შემთხვევაში. იგივე ვარიანტი იუჯის და იუტას ბრძოლა. ანუ კადრები სწრაფად იცვლება და კადრების სწრაფად ცვლასთან ერთად არის რთული კომპლექსური რაკურსებიდან ჩვენების სცენები. და ეს ორი ცალსახე идеაში კარგია, ანუ საინტერესო რაკურსიდან განახებული სცენები და სწრაფი კადრების ცვლა ექშენ სცენისთვის, მაგრამ ეს ორი ერთად და პლუს რაც აღვნიშნე, ვიზუალურად ერთ სცენას მეორესთან კავშირი არ აქვს. და ისეთი შემდგრდება თითქოს ერთი სცენიდან მეორე სცენაზე გადახდა. ტვინი ვერ აღიქვამს მთლიანობაში რა მოხდა და გაურკვეველი ჩანს. არ არის ადვილად ახმადი. მაგალითისთვის ეს ერთი კადრი და მეორე კადრი. ერთი შეხედვით ერთი კადრიდან მეორე კადრს გადასვლა იდეაში გაურკვეველი უნდა იყოს რა მოხდა. ოკეი? იმიტომ რომ დიდი ნახტომია. ერთ კადრში მუშტი უხლოვდება და იმის მოგხვი რომ ნელ-ნელა გააკეთო კადრების გადასვლა და 4-5-6 კადრი ჩასვლა მე დარტყმა, ანუ ერთი კადრი, მეორე კადრი. ამ შემთხვევაში ვიზუალურად ადვილია აღქმა ტვინისთვის რა მოხდა. ერთი კადრი მეორეს მიყვება. ხვდებით? ოკეი, ხშირ შემთხვევაში ტვინი ვიზუალურ ინფორმაციას ავსებს თავისით. მეცნიერული და ახლა გამარტების გარშეც ნებისმიერ ადამიანს გააზრებლად ესმის, რომ მსგავსი რაღაცა ხდება და არ სჭირდება ანუ ყველა კადრის ჩასმა ან ყველაფრის დეტალებში დახატვა და აღწერა, ხო? მაგრამ როცა ორ ნახატს აჩვენებ ორ სურათს, ერთს ამას და მეორეს ამას, რომ მარტივად რო თქვათ, ერთი სცენიდან მეორე სცენაზე თვალი ვერ მიყვება და ვერ აღიქვას რა ხდება. ტვინი ერთი მეორესთან ვერ აკავშირებს და ეს რომ ერთი სცენა იყოს და ორი კადრი და ორი სცენა, თავისთავად არანაირი პრობლემა არ არის, ვერავინ შეამჩნევდა. მაგრამ როცა მთელი სცენა, მთელი სერია მსგავს ასპექტია აგებული, უკვე შესამჩნევი ხდება და გაურკვეველია მარტივად რო ვთქვათ. რეჟისორი, რომელსაც ბევრი ექშენ სცენა გაკეთებული მსგავს სტილში, სწრაფი გადასვლის კადრებით და რაღაცა რეჟისურით გაუაზრებლად თუ გააზრებლად ესმის რას აკეთებს. ხვდებით? მეცნიერული ახსნის გარშეც იცის, რომ ეს არ უნდა გააკეთოს. ანუ გოშოზონო, რომელიც არის უფრო გამოცდილი და აშკარად უნარები და სკილები აქვს ისეთი სცენების რეჟისურაზე, რომელშიც ექშენ სცენები არ არის. ახლა რომ პრაქტიკულად საპირისპირო რამეს ცდილობს და საპირისპირო სტილს და საპირისპირო მიდგომას ცდილობს, რომელიც მიჩვეული არის და თავისი კომფორტის ზონიდან გამოდის, თავისთავად, როგორ თქვა, დამღავება ჭირდება და თლად არ არის გარკვეული იმაში რა ჭრის ესეთ სცენებში და რა არ ჭრის და რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს, ოკეი? და დამიჯერეთ შემდეგ სერიებს, რასაც უყურე, მაგალითისთვის მაკის ბრძოლა, იმ მაკის ბრძოლაში მსგავსი პრობლემები აღარ შემიჩნევია. მაინც ზედმეტად ქარი კადრების ცვლა იყო მაკის ბრძოლაში, მაგრამ თლიანობაში იგივე ხარვეზები და იგივე დონის პრობლემები არ ქონია. ანუ ტიპმა 2-3 სერიაში უკვე დაამუყამა რა უნდა გააკეთოს და რა არ გააკეთოს. და გოშოზონოს რეჟისურის გარდა და ანიმაციის გარდა, ასევე ჩემი ყურადღება, რამაც მიიქცია პირველ სერიაში, იყო ფერების დიზაინი.
პირველივე სერიიდან და შემდგომ სერიებშიც არის ფერთა დიზაინი და ფერთა პალეტი, რაც არის შერჩეული ამ სერიებისთვის და მთლიანობაში კომპოზიციები, ასე რა ქვია, like თითოეული სერიისთვის, რომელიც არის არაჩვეულებრივი. როგორც დავსარჩი, ფერების დიზაინერი იყო ეიკო მაცუშიმა და ეიკო მაცუშიმას ამ ქალბატონს ნამუშევარი აქვს ამ ყველა შოუზე, ოკეი? და ნამუშევარი აქვს შოუებზე არა როგორც ასე რა ქვია, ფერების დიზაინერს, არამედ არტისტს, რომელსაც ფერებში ნამუშევრება ალებდა ნახატების, ანიმაციების. გარდა იმისა, რომ ყველა ეს ფილმი, რომელსაც ნამუშევარი აქვს, არის ცნობილი ფილმი, არა მხოლოდ სიუჟეტით, არამედ მათი ვიზუალური სტილით და ესთეტიკით და ასევე როგორც ხალხ სტუდიო გიბლის ფილმებზე აქვს ბევრზე ნამუშევარი, ანუ ყველას როგორც თქვი, უნიკალური სტილი აქვს ამ თითოეულ ანიმეს. რამაც აშკარა გავლენა იქონია ამ ქალბატონის უშუალოდ like სტილზე. რა სტილშიც ქმნის ვიზუალს და კომპოზიციებს ჯუჯუტსუ კაიზენისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ჯუჯუტსუ კაიზენის მესამე სეზონის პირველი ნახევრის და მეორე სეზონში გოჯოს არკის გარდა სხვა მხოლოდ ერთ ანიმეზე აქვს ნამუშევარი, ეს არის ანიმე ფილმი 100 მეტრი, რომელზეც მეორე არხზე დარწმუნებული არ ვარ ამ მომენტისთვის განხილვის ვიდეო არ ტოვებს თული მაქვს თუ არა, მაგრამ არაჩვეულებრივი ფილმია, დამჯერეთ უყურეთ. თუ იმეს ნაყურები გაქვთ ორბ ამ ანიმეს იგივე ავტორისაა და ამ ანიმეს ყურების დროს სიუჟეტის გარდა ასევე ჩემი ყურადღება მიიქცია ფერების დიზაინმაც. როგორც აღმოჩნდა, იგივე ადამიანი ყოფილა ფერების დიზაინერი, ვინც ჯუჯუტსუ კაიზენის მესამე სეზონზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც დიზაინერს ბევრ რამეზე არ აქვს ნამუშევარი, აშკარა მისი იმ შოუებიდან გამომდინარე, რაზეც ნამუშევარი აქვს, გამოცდილება აქვს და ესმის თავის საქმე. და მაგაზე კითხვა ნამდვილად მე ვიჭობა ვინმეს ჰქონდეს მისი პორტფოლიოს ნახვის გარეშეც და მარტო ჯუჯუტსუ კაიზენის მესამე სეზონიდან გამომდინარე, რომ ამ ქალბატონს არაჩვეულებრივი სკილები და გამოცდილება აქვს და თავის საქმე ნამდვილად ესმის. ვიცი რომ ანიმაციაზე უშუალოდ ნაკლებად ვსაუბრობ, მაგრამ იმის შემთხვევაში რეჟისურაც და ასე რა ქვია, ფერების დიზაინი თუ არტ დიზაინი ასევე ნაწილია ანიმაციის და ამ შემთხვევაში იმდენად კარგად არის გაკეთებული, რომ ფიზიკურად ვერავული როგორც რომ არ ვისაუბრო ამაზე. უშუალოდ გოშოზოს რეჟისურაზე ამჯერად პოზიტიურს რასაც ვიტყვი, იმ ერთი პატარა ნეგატიურის გარდა კომპოზიციები, ნებისმიერ სცენაში, სადაც დიალოგია და ექშენსცენა არ არის, არაჩვეულებრივად არის გადანაწილებული, ოკეი? არაჩვეულებრივად. ყოველთვის არის დინამიკური კადრები და ამას შეამჩნევდა არა მხოლოდ კინემატოგრაფი, რეჟისორი ან like ანიმატორი, არამედ არტისტიც. რომ კომპოზიციები, როგორ არის ფონები ან ფონებზე სხვადასხვა საგნები, როგორ ვთქვა, ან პერსონაჟები გადანაწილებული არის წარმოუდგენლად დინამიკურად არის განაწილებული, შესაძლოა არასდროს არის მოსაწყენი. ასევე პერსონაჟები დახატულია ყოველთვის პერსპექტივაში, განსხვავებული რაკურსებიდან, კრეატიული სცენებია, კრეატიული კომპოზიციები და თუნდაც პერსონაჟები არ იყვნენ პერსპექტივაში დახატული, რასაც გოშოზო აკეთებს ხოლმე ყოველთვის, ფონები ნებისმიერ შემთხვევაში არის პერსპექტივაში დახატული და ამ პერსპექტივაში დახატულ ფონებზე განაწილებული პერსონაჟები. ოკეი? like პერსპექტივა რასაც ნიშნავს არის რომ საგანი ან პერსონაჟი ან რაღაცა როცა კამერასთან ახლოს არის უფრო დიდი ჩანს, ოკეი? როცა სხეული შორს არის კამერისგან უფრო პატარა ჩანს. ხვდებით? და თუ ამ ყველაფერს სწორად გააკეთებ და სწორად გადაანაწილებ და სწორად დახატავ პერსპექტივაში, მთლიანობაში 3D განზომილების და მოცულობის ეფექტი იძლევა. ეს და ასევე რასაც აკეთებს ძალიან ხშირად, ეს არის ბლოკინგ. ანუ თქვენ ვთქვათ, პერსონაჟი არის ყოველთვის მეორე პლანზე დახატული, ოკეი? მესამე პლანი ფონი, შუაში პერსონაჟი და წინა პლანზე კიდევ საგანი ან მარტივად ვთქვათ ფონი, რაღაცა ფონის ნაწილი. და ყოველთვის პერსონაჟი მთლიანობაში ან პერსონაჟის ნაწილის სახე, როგორ ვთქვათ, დაფარულია ამ ფონით. მთლიანობაში კომპოზიციას ძალიან დინამიკურ და საინტერესო შესახედობას აძლევს. ანუ პერსონაჟი მნიშვნელობა აქვს ფონზე მიდის თუ წინა პლანზე დახატული პერსონაჟი. თუ წინა პლანზე იყოს მაინც რაღაცა საგნით არის დაბლოკილი. და ასევე მაგალითად ამ შემთხვევაში გოშოსნო იმის მაგივრად რომ like მანგის პანელების მსგავსად რასაც აკეთებ ხოლმე გაყოს ეკრანი და ცალ-ცალკე აჩვენოს პერსონაჟის სახეები ან მთლიანობაში პერსონაჟის სახე აჩვენოს ფონის საშუალებით, ანუ ამ საგნების საშუალებით რაც სცენაში არის ბლოკავს პერსონაჟის სახეს. ანუ
კარების ჭუჭურტანაში თუ რაც ქვია, ანუ კარებს შორის და კედელს შორის ჩას პერსონაჟის სახე. ხვდებით? უშუალოდ ფონს ან like სცენაში არსებულ საგნებს იყენებს როგორ თქვა კომპოზიციების და როგორ თქვა ამ like ჩარჩოების შესაქმნელად. ანუ ეკრანის გასაყოფად მარტივად რო ვთქვათ. რაც თავისთავად ძალიან კრეატიულია და საინტერესოა საყურებლად. ჭკვიანურიც არის პლუს. თლიანობაში კომპოზიციების ესეთი განაწილება პერსპექტივები სხვა პლანზე პერსონაჟების განაწილება ასევე მეტნაკლებად გადატვირთული, მაგრამ კარგი გაგებით და საინტერესოდ გადატვირთული კომპოზიციები ფონებით იქნება თუ პერსონაჟებით ქმნის, როგორ თქვა, დაძაბულ ატმოსფეროს, რაც სერიის კონტექსტიდან გამომდინარე ნამდვილად ლოგიკურია და ნამდვილად ჭირდება სცენას, რომ დაძაბული სიტუაცია იყოს. ეს როგორ თქვა, კლაუსტროფობიული შეგრძნება იყოს მაყურებლისთვის, რასაც ასევე ერთვება არაჩვეულებრივად გაკეთებული პერსონაჟის და ექშენ ანიმაციები. მაგალითად, ეს ჩემი საყვარელი სცენა იყო, like ხელების ანიმაციება განსაკუთრებით თუ დეტალიზირებულად ხარ დასახაladაც კი რთულია, მაგრამ წარმოუდგენლად კარგად იყო გაკეთებული რეალისტური პერსონაჟის ანიმაცია. გარკვეულ სცენებში. ასევე რაზეც მინდა საუბარი, ეს ექშენ სცენები, okay? ექშენ სცენები. რომელიც რეალურად ექშენ სცენებია, მაგრამ ანიმაციის სტილი უფრო მეტად არის შესაფერისი პერსონაჟის ანიმაციისთვის. Okay? რას გულისხმობ ამაში? პერსონაჟის ანიმაციის დროს იყენებენ ხოლმე უფრო მეტად რეალისტურ მოძრაობას და უფრო მაღალ, როგორ თქვა, frame rates შედარებით. როცა ექშენ სცენის დროს არის უფრო მეტად უხეში ანიმაცია და უხეში მოძრაობა და კადრების უხეში გადასვლა. არ ვიცი ვიზუალურად რამდენად ადვილი აღსაქმელია, მაგრამ აქეთა ეს არის ჩათვალეთ პერსონაჟის ანიმაცია, ეს არის ექშენ ანიმაცია. ხვდებით? ანუ მოძრაობას აკვირდებით ხომ? ერთი და იგივე მოძრაობა, მაგრამ კადრები. ნელებულ კადრზე გადავიყვან, უფრო ადვილად გამოჩნდება. Double frame rate უბრალოდ. ანუ ხვდებით? ეს შედარებით უფრო რბილი გადასვლა, ვიდრე ეს. შედარებით უხეში გადასვლა. მართალია ეს იმდენად მარტივი ანიმაცია დიდი მნიშვნელობა არ ექნება, მაგრამ like უშუალოდ ექშენ სცენის დროს, როცა ამ შემთხვევაში მაგალითისთვის ეს იქნებოდა ტიპიური ექშენ ანიმაცია. მაგრამ თუ იქნებოდა უფრო მეტი ფრეიმსმული და უფრო რბილი გადასვლა ერთი სცენიდან მეორეზე და მთლიანობაში უფრო რბილი მოძრაობა, ამ შემთხვევაში იქნებოდა უფრო მეტად პერსონაჟის ანიმაციის სტილი. ეს უხეში გადასვლა და უხეში მოძრაობა არის ექშენ ანიმაციის სტილი. და იქიდან გამომდინარე, რომ ექშენ სცენაში ეს უხეში მოძრაობა და უხეში კადრების გადასვლა არ არის შესამჩნევი. თუ ვიზუალურად ერთი მეორეს მიყვება, გაურკვეველი არ ჩანს, twin ამატებს ინფორმაციას, არ არის რთული ახმა და პირიქით ადვილია. არ არის საჭირო like ზედმეტი წვალება. მაგრამ ამ შემთხვევაში ექშენ სცენებში გაკეთებულია უფრო მეტად პერსონაჟის ანიმაციისთვის დამახასიათებელი სტილი და უფრო, როგორ ვთქვა, smooth, რბილი ანიმაცია და რეალისტური მოძრაობა. ასევე გამოდის ექშენ სცენა პერსონაჟის ანიმაციით, მარტივად ვთქვათ. და ასევე რის აღნიშნავს მინდა და არაჩვეულებრივი სირბილის სიკვენსი ამ მონსტრების და მარტივად ვთქვათ, creature, ანუ არსების ანიმაცია. რომელიც წარმოუდგენლად კარგად გაკეთებული. ნუ არსების ანიმაცია, პერსონაჟის ანიმაცია, რომელიც ხდება დაუძახეთ. ამ შემთხვევაში გოშუს ზონას სწრაფი კადრების ცვლა და რთული კომპოზიციები კარგად ჩანს და გაურკვეველი არ არის ისევ და ისევ კარგი ვიზუალური კავშირის გამო და ამ ვასრობა ვიზუალური კავშირი და რაღაცა, ანუ უფრო ტერმინები არ არის ანიმაციის. ანუ სხვა შესატყვისი არც ინგლისურად არ ვიცი და მით უმეტეს ქართულად არ ვიცი და არ ვიცი სხვა სიტყვებით როგორ ახსნა და იმედია like გვიან კი ამის თქმა, მაგრამ იმედია გაურკვეველი არ ჩანს და გასაგებია რას ვამბობ. CGI-ს რაც შეეხება, ძალიან კარგად არის გაკეთებული CGI ფონები. ანუ ერთ-ერთი სცენა, სადაც შემომჩნდება, რომ CGI იყო გამოყენებული, არის ხიდის სცენა. და ამ შემთხვევაშიც იქიდან გამომდინარე, რომ like 2D ფონი და CGI ერთად იყო დახატული. და ამ სცენაში მაგალითად ანუ CGI, რომელიც ვიზუალურად თუ დაკვირვებული თვალე არ გაქვს, ან შეჩვეული არ ხართ და like უშუალოდ მოძრაობაზე არ დააკვირდებით და რო არ მესმოდეს რომ like ფიზიკურად შეუძლებელი და ძალიან რთული იქნებოდა 2D ანიმაციის გამოყენება. შეიძლება არც კი დავფიქრებული ვიყავი რომ 3D ანიმაციაო და ასევე ამ სცენაში პირიქით
წინა პლანზე რაც არის დახარული არის რაც არ მოძრაობს არის 2D და უკანა პლანზე რაც არის დახარული არის 3D ანიმაცია. უმეტესობა სცენაში ვერც კი მივხვდი რომ ვერც კი მოწვი რომ CGI ფონები იყო და ანუ ვიღაცის ვიდეოში შეხვდა TikTok-ზე გახსნის ვიდეოს ვსურველი და იმ ადამიანებმა ახსნა და მე გავანალიზე რომ უი ესეც CGI ფონი იყო და 2D არ იყო მეთქი. და თავისთავად პროფესიონალი ანიმატორი არ ვარ და ვინც უფრო ჩემზე დაყურებული თვალიც აქვს და გამოცდილიცა და უკეთესად ესმის ანიმაცია თავისთავად იმისთვის უფრო ადვილი შესამჩნევია. და ბოლოს ერთი ნაკლი რაც არის ისევ და ისევ დავუბრუნდეთ იუტას და იუჯის ბრძოლას ანიმაცია ან გრანდიოზული და რაღაცა არ იყო ყოველ შემთხვევაში ისეთი კარგი რაც ჩოსოს მოსტრების და იუჯის ბრძოლა დევნის სცენა მაგრამ ანიმაცია თულებაში ცუდი არ იყო მაინც პრობლემა უფრო მეტად როგორც თქვი ისე და ისე იყო გოშოზონოს ცუდი ექშენ რეჟისურა ამ ორ შემთხვევაში და სცენები ცუდი განაწილება და ანუ პლუს იმის ფონზე რომ ანიმაციაც თლად ისეთი კარგი არ იყო როგორც სხვა სცენებში ძალიან შესამჩნევი და აშკარა გახდა ამ სცენაში იუჯის და იუტას ბრძოლაში ეს ყველა ხარვეცი მაგრამ თელობაში ცუდი ანიმაცია მაინც არ იყო და ცუდი ბრძოლა მაინც არ იყო თუმცა კი ფრანგმა ანიმატორმა პროფესიონალმა ანიმატორმა გააკეთა ფან ანიმაცია და უნდა ვთქვა რომ ბევრად უკეთესად გამოიყურება და ბევრად უკეთესი ქორეოგრაფიაც ჰქონდა და ვიზუალურადაც თვითონ ბრძოლისცენები ბევრად უფრო უკეთესი იყო ამ ფან ანიმაციაში ჩავაბადებ აღწერაში ამ ანიმაციის სულ ეს იყო რისი თქვაც მინდა და ამ თემაზე თუ ვინმეს აინტერესებს Instagram გვერდი მაქვს სადაც ჩემ ნახატებს და ასევე ანიმაციებს ტვირთავ ხოლმე ასევე TikTok გვერდი მაქვს სადაც იგივე ტვირთავ ხოლმე ნახატებს და ანიმაციებს მეორე TikTok გვერდი სადაც როცა რამეს ნოველას ანიმეს მანგას წავიკითხავ ახალს და რამე საინტერესო მოხდება სიუჟეტში ან დავასრულებ კითხვას მოკლე განხილვის ვიდეოებს იხვდებ ხოლმე ვრცელი განხილვის ვიდეოები ამ YouTube გვერდზე ვაპირებ რა ვთქვა ხოლმე ანიმეების ამაზე და ფილმების ამაზე და ნოველების ამაზე თავისთავად აქ ბევრი სატვირთოს არ ვაპირებ ამ არხებზე უბრალოდ ყოველ შემთხვევაში ისაა გაკეთებული მარტო ვთქვა ჩემი მაი ანიმალისტი თუ ვინმეს აინტერესებს და დამატება გიდათ ჩემი და ასევე ლეთერბოქსი ხოლმე სადაც ფილმებს ვახასებდი მაგრამ მირჩევნია სხვა საიტზე გადავიდე და მივხვდით აქ რომ საიტზე ვარ გადასული ფილმებს თუ გაინტერესებთ ეკეთეთ თავისთავად